სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი განულა უკვე ორმა კვირამ დიდი მარხვისა და ჩვენ ემზადებით აღდგომის შესახვედრად ვცდილობთ რომ ვებრძოლოთ ჩვენ ვნებებს ჩვენს სოდვებს განიწმინდოს ჩვენი სული გონებას მთელი სხეული მაგრამ უნდა ითქვას რომ ყველაზე რთული ყოფილა ბრძოლა თავის თავთან ძალიან ადვილია სხვასთან ბრძოლა მაგრამ თავის თავთან ბრძოლა ძალიან ძნელია და ხშირ შემთხვევაში ადამიანი ვერ ხედავს თავის ცოდვებს თუ ხედავს ძალიან ხშირად ამართლებს თავის ცოდვებს დღეს იყო წაკითხული ეფრემ ასურის აღსარება და მან ბევრ რამეზე გვაფიქრებინა ჩვენ უპირველეს ყოვლისა რა არის აღსარება აღსარება არის უდიდესი საიდუმლო წმინდა მამები ამბობენ რომ აღსარება რომ არ ყოფილიყო ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს რომელსაც იგი აღიარებს და ხედავს ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა ჩვენ ხედავთ სახელსა კაცისასა გული წრფელი გული წმინდა უნდა ჰქონდეს ადამიანს არის შემთხვევა როცა ადამიანი ერთს ფიქრობს მეორეს ლაპარაკობს და მესამეს აკეთებს ჭრელია ასეთ ადამიანზე ამბობენ რომ ჭრელია ის ადამიანი უძველესი დროიდან ადამიანს ჰქონდა მოთხოვნილება აღსარებისა წარმართები მიდიოდნენ ზღვის სანაპიროზე და ზღვის ტალღებს აბარებდნენ აღსარებას იმათ წინაშე ამბობდნენ თავის ცოდვებს და ისინი ფიქრობდნენ რომ ამ ტალღებს მიაქვს ეს ცოდვები ებრაელები ვაც მოიყვანდნენ თხას ან ვაც და დადებდნენ თავზე ხელებს და იმის წინაშე ამბობდნენ და მერე ამ ვაცსა უშობდნენ უდაბნოში და იქ ან მგელი შეშავდა ან რომელიმე ნადირი მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ეს უდიდესი საიდუმლო და ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ უფალმა მოგვცა საშუალება სულიერი განწმენდისა ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისათვის ადამიანმა უნდა განიცადოს არ არის საჭირო რომ დაწვრილებით
უამბოს მოზღვარს თუ რას ცოდა ვისთან ცოდა ხშირი შემთხვევა როცა ადამიანი აღსარების დროს ამბობს აღსარებას და ამბობს იმ ადამიანის შესახებ ხშირად რომელთანაც ჩაიდინა ესა თუ ის ცოდვა და გამოდის რომ თავის აღსარებას კი არა სხვის აღსარებას ამბობს აი ამიტომ აღსარება უნდა იყოს პირადი უნდა იყოს ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული იყო ასეთი დიდი მამა ნეტარი ავგუსტინე მას აქვს აღსარება დაწერილი ლათინურად კონფესიონეს აღსარებანი და მთელი წიგნია მთელი კარგი მოცულობის წიგნია და ყველაფერს აღწერს არა მარტო თავის ცოდვებს არამედ როგორ მივიდა ცოდვების სინანულთან სინანული როგორ იგრძნო მას ჰყავდა დედა ძალიან მორწმუნე ადამიანი ნეტარი ავგუსტინეს და ნეტარი ავგუსტინე აღიარებდა ხან ერთ რელიგიას ხან რომელიმე სექტას და არ იყო მორწმუნე მართლმადიდებელი და დედა ტიროდა ლოცვით ევედრებოდა უფალს რომ უფალს გაეხსნა მისთვის გონება და იგი წავიდა ნეტარ წმინდა ამბროსი მედიოლანელთან ამბროსი იყო მილანის დღევანდელი მილანის ეპისკოპოსი სასწაულებრივად იყო დაყენებული დადგინებული და ამბროსი მედიოლანელმა ჰკითხა დედას ცრემლით ლოცულობო შენი შვილისთვის ხო და არ შეიძლება რომ ცრემლი დაიკარგოს ღვთის წინაშე და მართლაც ნეტარმა ავგუსტინემ აიღო სახარება და დაიწყო კითხვა მისი თავის დაუნებურად და დაიწყო ტირილი გლოტება და ნათქვამია მის ცხოვრებაში რომ გავიდა ბაღში და მწარედ სტიროდა თავის თავს შემდეგ იგი გახდა იპონიის ეპისკოპოსი და მან გვაფიქრებინა ჩვენ რომ იქნება ჩვენს გვეფიქრა და წერილობით დაგვეწერა ჩვენი აღსარებები როგორც სამღვდელოებას ისე მრევლს აი სულიერი ასეთი განწმენდის პროცესი როგორ მივიდა ადამიანი
ეკლესიაში როგორ გახდა ეკლესიური და ასე შემდეგ. ასე რომ ვისაც გაქვთ სურვილი შეიძლება დასწეროთ და ეს შეიძლება იყოს უდიდესი ნაწარმოები ლიტერატურული და სულიერი ნაწარმოები ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ ჩვენი დღევანდელი დღე კიდევ გამოირჩევა იმით რომ ჩვენ გვესტუმრენ ასურელი ადამიანები ასურეთიდან მე მინდა გულითადად მოგესალმოთ ჩვენ ნამდვილად დიდი კავშირები ქონდა საქართველოში ჩამოვიდა ჩამოვიდნენ ასურელი მამები და გადაარჩინეს საქართველო მონოფიზიტობისაგან. დღეს მრავალი შემთხვევა, როცა აწამებენ ასურელ ადამიანებს და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და თქვენი შემწე. ღმერთმა ინებოს რომ შეწყდეს ეს დევნა ასურელი მამების. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ მოხარული ვართ რომ მამა სერაფიმე აღბრძანდება ასურელი მამა თვითონ ასურელი და თქვენი მოძღვარია და ჩვენ კმაყოფილი ვართ მისი მოღვაწეობის. დალოცვილი იყავით.